თუ გაუპატიურებასთან არა გვაქვს საქმე პრაქტიკულად ჯერჯერობით ვერ მივიდა საზოგადოება იმ დონემდე რომ ეს შეიძლება მაინც სექსუალური ძალადობა იყოს. ქალებმა არ იციან და ართულიან თავს რომ ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები. კულტურულად აქვთ ჩანერგილი რომ ქალმა უნდა ითმინოს, ქალმა უნდა აკეთოს ყველაფერი და ასე შემდეგ. რა უნდა იყოს პირველი სიგნალი, ნიშანი მათთვის რომ ისინი დიახ არიან ძალადობის მსხვერპლები? მხოლოდ ცემა არ არის ძალადობა. სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუდმივად დამცირება, უგურვებელყოფა, სახლიდან გასვლის აკრძალვა, ყველა ეს არის ძალადობა ჩვეულებრივად. ადამიანები არიან დამოკიდებულები ეკონომიურად მოძალადეზე. ის გამონათქვამი რომ აი მე ვითმენ ჩემი შვილების გულისთვის, ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ ეს ბავშვებზე აისახება ძალიან ცუდად და ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კრიტიკული არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. თუ გამოვლენა მოხდა ისწავლეს ქალებმა შედარებით სხვა წლებთან მათი უფლებები. ქალებმა უნდა იცოდნენ რომ მათ ნებასრულსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის რომ ცოლი არ ნიშნავს რომ ყველაფერი მან თავის თავზე უნდა აიღოს და ყველაფერი უნდა აკეთოს ისე როგორც ოჯახში ითხოვენ. ოჯახმა არ იცის, მაგრამ მას უნდა რომ ეს ჩუმად მიიღოს თქვათ ეს სერვისები, ეს ინფორმაცია. კი ბატონო, ქალებს მოუწოდებ რომ არ ითმინონ ძალადობა და არავითარ შემთხვევაში ეს არ გაამართლონ შვილებით. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ, დღევანდელი გადაცემის სტუმარია თია თედლიაშვილი, იურისტი. მოგესალმებით თია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა შეეხება ქალებს, მათ საჭიროებებს, მათ უფლებრივ მდგომარეობას. თია, მინდა პირველი კითხვა იყოს ასეთი. მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, არაერთი მიმართულებით მუშაობისა სახელმწიფოს მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომ ყოფილიყო დაცული ქალთა უფლებებით, ამაღლებულიყო მათი ცნობიერება თუ როგორ დაეცვათ უფლებები, სად ვართ დღეს, როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა თუნდაც ჩვენს ირგვლივ, ჩვენს რეგიონში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ქალთა უფლებები რეალურად ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სოფლად მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან მათთვის ჯერ კიდევ ისევ არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ სერვისებზე, რაც შეიძლება რომ მიიღონ ქალებმა და თავიანთი თავის რეალიზება მოახდინონ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ მოხდება მათი ინფორმირება, ანუ ინფორმაციული კუთხით რეალურად გვაქვს ჯერ კიდევ სამწუხაროდ სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ხას უსვამთ სოფლად მცხოვრებ ქალებთან დაკავშირებულ პრობლემას. ქალაქში ასე თუ ისე ინფორმაცია მაინც უფრო ხელმისაწვდომია. განსხვავება კი, საგრძნობლად არის განსხვავება. ქალაქში გაცილებით მეტია თქვათ სოციალური მედია, მასზე ხელმისაწვდომობა, ურთიერთკავშირები, თქვათ დასაქმების ადგილებზე ერთმანეთთვის ინფორმაციის გაცვლა და ასე შემდეგ, რაზეც ნაკლებად მიუწვევად ხელი სოფლად მცხოვრებ ქალებს და განსაკუთრებით თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენ კულტურულ მდგომარეობას ქალებთან დაკავშირებით, სერიოზულად გვაქვს სამუშაო და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ყველა უწყებას იმისთვის, რომ ქალის უფლებები იყოს ქვეყანაში დაცული. თუმცა აქვე უნდა აღნიშნო, რომ რეალურად ადამიანის უფლებების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები გვაქვს და შესაბამისად ამას კიდევ უფრო მწვავედ შეიძლება მოყვეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. სანამ უშუალოდ მათ ქალების უფლებრივი მდგომარეობაზე გავაგრძელებდით საუბარს, სერვისები ახსენეთ და არ აქვთ წვდომა. რა იგულისხმება ამ სერვისებში? ეს არის თქვათ სოციალური მიმართულებით, ის სერვისები თქვათ
თქვათ რა თუნდაც მუნიციპალიტეტის თავაზობს თუ ცენტრალური ხელისუფლება თუ თქვათ უფლებრივი მდგომარეობა მათი რა კანონი იცავს მათ და რა შეუძლიათ რომ აი ამ მიმართულებით სერვისებთან დაკავშირებით ძირითადად მე ვიგულისხმე ძალადობის მსხვერპლი ქალებთან დაკავშირებული სერვისები ხშირ შემთხვევაში არის ასეთი მიდგომა და ასეთი დამოკიდებულება რომ მოძალადისგან ქალის წამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ის რომ ის დარჩეს ღიაცის ქვეშ ან ვერ მოხდეს თქვათ შვილების მასთან ერთად ცხოვრება და ასე შემდეგ და სწორედ ამასთან დაკავშირებით ალბათ აუცილებელია რომ ყველა ქალმა იცოდეს რომ ძალადობის მოთმენა რეალურად არ გვაძლევს არანაირ დადებით შედეგს ეს არის პირიქით უარესი გარდა იმისა რომ თვითონ ქალი არის მსხვერპლი და არის ძალადობის ქვეშ ამასთანავე ძალიან სერიოზულად ზიანდებიან ბავშვები რომლებიც იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას ქმნის შემდეგ მოზარდობაში. ამიტომ თუ კი ქალებს ეცოდინებათ რომ სახელმწიფოს აქვს სერვისი, თავშესაფრის სერვისი, აქვს კრიზისული ცენტრის მომსახურება, რაც დღის სერვისების მიწოდებას გულისხმობს, თავშესაფარი გულისხმობს სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფას, სადაც არის 4-ჯერადი კვება, არის ყველა პირველადი ნივთი, რაც შეიძლება დაჭირდეს ადამიანის ცხოვრებისთვის, ჰიგიენური საშუალებებზე მაქვს საუბარი, არის ფსიქოლოგის მომსახურება, იურისტის მომსახურება, სოციალური მუშაკის მომსახურება, შესაბამისად ძალადობის მსხვერპლი ქალები თუ კი იქნებიან განთავსებული თავშესაფარში, ასეთ შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფად ხდება და მათ ეძლევათ საშუალება რომ გამოვიდნენ დამოუკიდებლად განაგრძონ ცხოვრება, ძალადობრივ გარემოს მოშორდნენ, გაიარონ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და სრულფასოვან მოქალაქეებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას და ჯანსაღად გაზარდონ თავიანთი შვილები. ახლა ვინც გვისმენს თქვათ და ამბობს რომ მას სჭირდება ეს ამ სერვისების მიღება სჭირდება თქვათ და აუცილებელია უნდა რომ დააღწიოს თავი ამ ძალადობას თქვათ თუ ის არის ძალადობის მსხვერპლი რა ნაბიჯები უნდა გადადგას რა პროცედურები უნდა გაიაროს რომ მოხდეს თუნდაც 112-ზე დარეკვის შემთხვევაში როდესაც ხდება ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება 112-ზე ასეთ შემთხვევაში გამოცხადდება პოლიცია ოჯახში გამოიცემა შემაკავებელი ორდერი თუ კი დადგენილი იქნება რომ რეალურად იქ ძალადობას აქვს ადგილი და მსხვერპლს შეეთავაზება თავშესაფარში განთავსება. ანუ პოლიცია თვითონ სთავაზობს რომ განთავსდეს მსხვერპლი თავშესაფარში. ამის შემდეგ 116-06 უკავშირდება პოლიცია ეს არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ხელიხაზი, საიდანაც იღებენ ინფორმაციას, რომელ ქალაქში თავშესაფარში არის მსხვერპლის განთავსებისთვის ადგილი და პოლიციას თვითონ გადაყავს ძალადობის მსხვერპლი იმ თავშესაფარში, სადაც იქნება იმ პერიოდისთვის ადგილი. ასევე მნიშვნელოვანი არის იცოდეს უთხრათ რომ ჩვენს რეგიონშიც არის ასეთი გორშიც არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და თუ კი ჩვენი რეგიონიდან არის თქვათ ძალადობის მსხვერპლი, შეუძლია მან ითხოვოს რომ გორში მოხდეს მისი განთავსება, თუმცა ეს დამოკიდებულია თავისუფალ ადგილებზეც, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქალაქებში შევსებული არის თავშესაფრის ადგილები და შესაბამისად თუ კი იმ წუთში თავისუფალი ადგილი არ იქნება, შეეთავაზება სხვა რეგიონში განთავსება. მნიშვნელოვანი არის რომ არ დამავიწყდეს და ხაზი გაუსვა, მნიშვნელოვანი არის ის რომ ქალბატონებს შეუძლიათ თავშესაფრებში განთავსდნენ შვილებთან ერთად. ან რეალურად პრობლემა ესეც იყო ხოლმე რომ მე რომ წავიდე, ვერ დავტოვებ ჩემს შვილებს, არ მინდა შვილები უშემოდ იყვნენ, იმის მიუხედავად ბავშვი არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი, ის როგორც დამოკიდებული პირი დედასთან ერთად განთავსდება თავშესაფარში და სრულად მიიღებს იგივე სერვისს, რასაც მიიღებს ძალადობის მსხვერპლი, ანუ დედა რა სერვისაც მიიღებს, იგივე სერვისს მიიღებს ის ბავშვიც, რომელიც მასზე დამოკიდებული პირი იქნება და განთავსდება თავშესაფარში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ქალმა გაბედოს, არ ითმინოს ძალადობა, თუნდაც ის გამონათქვამი რომ აი მე ვითმენ ჩემი შვილების გულისთვის,
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვებზე აისახება ძალიან ცუდად და ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კრიტიკული არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში მუდმივი კონფლიქტი არის და ამისი შემსწრეები არიან ბავშვები. იმის მიუხედავად, კონკრეტულად ბავშვზე ხდება თუ არა ძალადობა, ისინი ყველა ვარიანტში ირიბად არიან ძალადობის მსხვერპლები. თია, გარდა თავშესაფრისა, არიან შეიძლება მოქალაქეები, ქალები, რომლებსაც სურთ კონსულტაცია მიიღონ, თუნდაც იურიდიული, ფსიქოლოგის მომსახურება, თუ არის ამის შესაძლებლობა თავშესაფრის გარეშე, თუნდაც მან ხშირ ყოფილა ვიცი ასეთ შემთხვევა, რომ ოჯახმა არ იცის, მაგრამ მას უნდა რომ ეს ჩუმად მიიღოს თქვათ ეს სერვისები, ეს ინფორმაცია. კი ბატონო, კი ვახსენე კრიზისული ცენტრები, კრიზისული ცენტრიც არის გულში. კრიზისული მაყურებელმა ესაც მნიშვნელოვანია თავშესაფრი, სადაც ყველა სერვისი, რაც თავშესაფარში მიეწოდება ძალადობის მსხვერპლებს, მიეწოდება კრიზისულ ცენტრშიც. გარდა სადღეღამისო, ანუ დღე იქ არ გაათენებს ღამეს, ანუ არ დარჩება და ყვება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ არის კრიზისულ ცენტრში, იქ არის მხოლოდ ფსიქოლოგის მომსახურება, სოციალური მუშაკის მომსახურება, იურისტის მომსახურება, ანუ როგორც თავშესაფარში იღებს ამ სამი სპეციალისტის მომსახურებას მსხვერპლი, ისევე იღებს კრიზისულ ცენტრში და ამასთანავე მნიშვნელოვანი არის, რომ კონფიდენციალური არის კრიზისულ ცენტრში ჩარიცხვა, ის რომ შეიძლება ვინმე ოჯახის წევრს არ უნდოდეს, მაგრამ მსხვერპლი საჭიროებდეს ფსიქოლოგიურ დახმარებას და ასე შემდეგ, შესაძლებელია რომ ისიც იყოს ჩარიცხული კრიზისულ ცენტრში. მათ შვილებსაც შეუძლიათ, ისევე როგორც დამოკიდებულ პირებს შეუძლიათ თავშესაფარშიც, შეუძლიათ კრიზისულ ცენტრშიც და რადგან გავამახვილო ყურადღება, რომ შეიძლება სულაც არავინ არ იცოდეს და ისე იღებდეს მომსახურებას, მინდა ასევე აღნიშნო, რა საშუალებით შეიძლება მოხვდნენ თავშესაფარშიც და კრიზისულ ცენტრშიც. ერთი ვახსენე, რომ პოლიციის გამოძახების შემთხვევაში, როდესაც გამოიწერება შემაკავებელი ორდერი, ასევე არსებობს სასამართლოსთვის მიმართვის პრაქტიკა, სადაც მოსამართლე გამოსცემს დამცავ ორდერს და ეს არის გაცილებით გრძელვადიანი დაცვის საშუალება მსხვერპლისთვის. ასევე გვაქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება იქ, სადაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე და მსხვერპლი ცნობილი არის დაზარალებულად. ამ სამი დოკუმენტით შეიძლება რომ ჩაირიცხონ თავშესაფარში და კრიზისულ ცენტრში და ასევე გვაქვს შიდა იდენტიფიცირების კითხვარი. ამ კითხვარს ავსებს თავშესაფარში და კრიზისულ ცენტრში სპეციალისტი და თუ კი მსხვერპლს არის ხოლმე შემთხვევები, რომ არ უნდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა. მაგალითად იცის, რომ ამას შეიძლება მოყვეს მოძალადის დაპატიმრება და არ სურს დაპატიმრება, ან არ სურს რომელიმე ოჯახის წევრმა იცოდეს მისი მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ივსება კითხვარი, იდენტიფიცირების კითხვარი უშუალოდ ადგილზე, კრიზისულ ცენტრში ან თავშესაფარში და თუ კითხვარის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მას აქვს რისკები და საჭიროებები, რომ მიიღოს სერვისი, ამ კითხვარის საფუძველზე ხდება მსხვერპლის ჩარიცხვა კრიზისულ ცენტრშიც და თავშესაფარშიც. ეს საშუალება კარგი არის იმათთვის, ვისაც პოლიციისთვის მიმართვა არ უნდა და ასევე კარგია იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი დგინდება კითხვარით, რომ ის არის ნამდვილად ძალადობის მსხვერპლი, კონფიდენციალობა არის დაცული, ჩაირიცხება, მიიღებს მომსახურებას და ასევე როგორც აღნიშნეთ, ჩაირიცხებიან მასზე დამოკიდებული პირები, ანუ არასრულწლოვანი შვილები თუ ყავს. ხშირად ადამიანები არიან დამოკიდებულები ეკონომიურად მოძალადეზე, ხო? აი ამ შემთხვევაში რას თავაზობს სახელმწიფო? თუ არის თუნდაც მათ პროფესია შეისწავლონ, რამე რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული, ან ფინანსურად რამდენი ხანი იქნება მათი უზრუნველყოფა შესაძლებელი, თუ არის ამის სერვისები ჩვენს ქვეყანაში? პირდაპირ ფინანსური დახმარებები არ არის, ანუ თანხით არავინ არ ეხმარება, არც თავშესაფარში და არც კრიზისულ ცენტრში, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ორივე სერვისში ჩარიცხვის შემთხვევაში ხდება დასაქმებაში ხელშეწყობა, ხდება გადამზადებაში, ანუ კოლეჯის ტიპის
სასწავლებლების გადამზადებაში ხელშეწყობა და თუ კი ბენეფიციარს აქვს შესაბამისი რესურსი, ხდება მათი გადამზადება, ხდება მათი დასაქმება და ეს არის მათი ძირითადად შემოსავლის წყარო. ასევე მუნიციპალიტეტებს აქვთ ერთჯერადი ფულადი დახმარება. ეს არ არის ბევრი, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე რაღაცა საჭიროებებს მაინც უგვარებს ბენეფიციარებს. ეს არის წელიწადში ერთხელ ერთჯერადი ფულადი დახმარება. გორის მუნიციპალიტეტს აქვს მაგალითად 350 ლარის ფარგლებში და გაიცემა ცნობა, რომ ის ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი და იღებს შესაბამის სერვისებს. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ანუ მუნიციპალიტეტი გასცემს ამ ერთჯერად დახმარებას. ასევე გაიცემა ქარელში, ხაშურში, კასპში და ასე შემდეგ. აუცილებლად მინდა გკითხოთ თია, ვიცით რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით შეიცვალა კანონმდებლობა. ამან შეამცირა თუ არა ვთქვათ დანაშაულებები, ასე ვთქვათ, თუ გამოვლენა მოხდა ისწავლეს ქალებმა შედარებით სხვა წლებთან მათი უფლებები და თქვენი დაკავშირებით როგორც უფლებმა დაცვებმა შეგიძლიათ თქვათ და ასევე აღსრულება როგორ ხდება ამ კანონების. მართალი რომ გითხრათ, კანონის გამკაცრებამ რეალურად არ შეამცირა ოჯახში ჩადენილი დანაშაულებები, პირიქით რომ ვთქვათ გაზრდილი არის მაჩვენებელი და რეალურად ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული სწორედ იმაზე, რომ გარკვეულმა ნაწილმა ქალებისა უკვე გაიგო თავისი უფლებების შესახებ, უფრო ხშირად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, ადრე თუ ვთქვათ 1-2 ადამიანი გამოჩნდებოდა, რომელიც გაბედავდა და პოლიციაში ატყობინებდა დანაშაულის შესახებ. ახლა ასე აღარ გვაქვს საქმე. გადაცემის დასაწყისში ვისაუბრე, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არის, თუმცა წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა ასე თუ ისე ქალაქის დონეზე მაინც მომატებული არის და შესაბამისად მიმართვიანობა გაცილებით ხშირი არის, ამიტომ შემცირება, ანუ რაოდენობრივად შემცირებით არ შემცირებულა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს სტატისტიკა დიდი ალბათობით დამოკიდებულია იმასთან, რომ ქალებმა შეიტყვეს თავისი უფლებების შესახებ და დღეს გარკვეული ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ის ვალდებული არ არის, რადგან ქალია, ითმინოს რაიმე ძალადობა მასზე და შესაბამისად შეტყობინება შედის პოლიციაში და ამას მოჰყვება რეაგირება. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით დაპატიმრებები ძალიან ხშირი გვაქვს, თუ კი აქ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არის საუბარი და დადგინდება, რომ მან მუქარა იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და ასე შემდეგ, ძირითად შემთხვევებში პროკურატურა იყენებს პატიმრობის მოთხოვნას, რასაც სასამართლო აკმაყოფილებს, თუმცა აქ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, ვინაიდან ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოში ასე თუ ისე მაინც არის მამაკაცის შემოსავალზე მიბმული, ხშირ შემთხვევაში მეუღლებს არ სურთ ხოლმე, რომ თავიანთი მეუღლე იყოს ციხეში და ვერ ზრუნავდეს ბავშვებზე, ანუ არ უხდიდეს ალიმენტს ვთქვათ, ან რჩენაში არ იღებდეს მონაწილეობას. და დაპატიმრებიდან რამოდენიმე ხანში, როგორც წესი, ქალებს სურვილი აქვთ ხოლმე, რომ თავისი მეუღლები ციხიდან თვითონვე დაიხსნან და წერენ მერე რაღაცა თანხმობასო თანხმანი არიან სასჯელი, რაც შეიძლება მსუბუქი იყოს მოძალადის მიმართ გამოყენებული. დანაშაულის განმეორებითი ჩადენაც განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში უკვე ვეღარ იხსნიას სისხლისამართლებლური პასუხისმგებლობისგან თავს, თუმცა ცუდი არის ის, რომ შეიძლება სწორედ მეუღლის თანხმობით იყოს გამოშვებული, ვთქვათ, მოძალადე და განმეორებითი დანაშაული გაცილებით უარესი ჩაიდინოს, რასაც შესაძლებელია სულაც მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვეს და ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს და ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. დასაწყისში ისაუბრეთ საჭიროებებზე, რომ გქონდეთ ინფორმაცია ქალებს. კიდევ ერთხელ რომ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თუნდაც სოფლად მცხოვრებ ქალებს, რადგან მათ
უფრო მცირე წირი ინფორმაცია აქვს მათი უფლებების, მათ სერვისების შესახებ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და რას ეტყოდით ქალებს, ვინც თქვათ ახლა საინფორმაციო კამპანიების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაცილებით მნიშვნელოვანი არის, რომ ამას აკეთებდეს სახელმწიფო, ვინაიდან ნდობა არის მაღალი, როდესაც სახელმწიფო ეუბნება, რომ მაქვს ესა და ეს სერვისი და შემიძლია შემოგთავაზო ეს სერვისი. სატელევიზიო გადაცემები შეიძლება იყოს ამისთვის გაკეთებული და ადგილებზე ყველა იმ ადამიანის მუშაობა, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, იქნება ეს NGO სექტორი თუ იქნება ეს სახელმწიფო უწყება, ადგილზე შეხვედრები, პირდაპირ შეხვედრები ქალებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება. რაც შეეხება ძალადობას, ქალებს მოუწოდებ, რომ არ ითმინონ ძალადობა და არავითარ შემთხვევაში ეს არ გაამართლონ შვილებით, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთან განთავსებული ყველა თითქმის ყველა ბენეფიციარზე დამოკიდებული პირი საჭიროებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ დახმარებას, იმის მიუხედავად თვითონ ბავშვი იყო თუ არა პირდაპირ ძალადობის მსხვერპლი. ანუ ირიბად ბავშვები ყოველთვის არიან ძალადობის მსხვერპლები და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით ფუჭდება, ანუ შერყეული მდგომარეობაში არის, ვიდრე განქორწინების შემთხვევაში. მესმის, რომ განქორწინებაც არის ფსიქოლოგიური ტრაუმა ბავშვისთვის, მაგრამ ყოველდღიურად მშობლების ჩხუბის ყურება, განსაკუთრებით თუ აქ ფიზიკურ ძალადობაზე არის საუბარი, ბავშვებისთვის არის დამანგრეველი და შესაბამისად იმითი თავისი მართლება, რომ მე აი ჩემი შვილების გულისთვის არ ვანგრევ ოჯახს, არის მცდარი და ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ შესაბამისი უწყებები ჩართოს მსხვერპლმა და მიიღოს ის დახმარება, რასაც თავაზობს სახელმწიფო. თი აუცილებლად მინდა გკითხო, თქვათ არის შემთხვევები, ხომ თქვენ უფრო მეტი გქონიათ ამასთან შეხება დარწმუნებული ვარ, როდესაც ქალებმა არ იციან და არ თვლიან თავს, რომ ისინი არიან ძალადობის მსხვერპლები. რა სახის ძალადობები არსებობს, ასე ვთქვათ და რა უნდა იყოს პირველი სიგნალი, ნიშანი მათთვის, რომ ისინი დიახ არიან ძალადობის მსხვერპლები? კი ბატონო, ჩვენი მენტალური მიდგომა არის იმგვარი, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები არც მიჩნევენ, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლები არიან, ვინაიდან ესეთი კულტურულად აქვთ ჩანერგილი, რომ ქალმა უნდა ითმინოს, ქალმა უნდა აკეთოს ყველაფერი და ასე შემდეგ. ძალიან კაფი უარის ხოლმე და ადვილად ხვდებიან თუ კი ფიზიკურ ძალადობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როდესაც არის ცემა, ასე თუ ისე იგებენ, ნამდვილად არიან ძალადობის მსხვერპლები, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ არის ძალადობა. ძალადობა არის ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ქალზე ხდება მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე არის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, როდესაც ქალი არის და ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს მამაკაცს, აკეთოს ის, რაც მას გაუხარდება, არ გავიდეს სახლიდან, არ ჰქონდეს კომუნიკაცია თუნდაც თავის ახლობლებთან და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ეკონომიკური ძალადობა, როდესაც ფული აქვს სიტყვაზე მხოლოდ მამაკაცს და უნდა მისცემს ცოლს იმისთვის, რომ თავისი საჭიროებებისთვის მოიხმაროს, ან არ მისცემს და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი გახდება. შესაძლებელია ქალს სჭირდებოდეს ექიმთან ვიზიტი, ასე შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, რასაც უგულებელყოფენ ოჯახში, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი. ასევე გვაქვს სექსუალური ძალადობა ჩვენთან თუ გაუპატიურებასთან არა გვაქვს საქმე, პრაქტიკულად ჯერჯერობით ვერ მივიდა საზოგადოება იმ დონემდე, რომ ეს შეიძლება მაინც სექსუალური ძალადობა იყოს და ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. საერთოდ გამორიცხავს ჩვენი საზოგადოება, რომ ცოლ-ქმარს შორის შეიძლება სექსუალური ძალადობა არსებობდეს, რაც კიდევ ერთი პრობლემა არის და სინამდვილეში ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ნებასრულსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ის, რომ ცოლი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მან თავის თავზე უნდა აიღოს და ყველაფერი უნდა
უნდა აკეთოს ისე, როგორც ოჯახში ითხოვენ. ამიტომ ქალი თუ ხდება, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა არის შეზღუდული, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი. კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, მხოლოდ ცემა არ არის ძალადობა. სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუდმივად დამცირება, უგულვებელყოფა, სახლიდან გასვლის აკრძალვა, ყველა ეს არის ძალადობა. ჩვეულებრივად ეს ადამიანები რეალურად ფსიქოლოგიურად ითრგუნებიან, შეიძლება თვითონ არ თვლიდნენ, რომ ეს ძალადობა, მაგრამ როგორც კი მათ ინფორმაცია მეწოდებათ, როგორც კი ისინი მოხვდებიან სხვა გარემოში, მაშინვე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე თვითონაც ძალადობის მსხვერპლები ყოფილა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის, საჭირო ინფორმაციისთვის, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ იციან ჩვენთან მოქალაქეებმა და ჯერ კიდევ არ წარმოგვიდგენია ისინი რა გარემოში ცხოვრობენ, სად უწევთ მათ ცხოვრება. დიდი მადლობა თია კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დამემშვიდობები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო იურისტი თია თეთლიაშვილი. ნახვამდის.